ეკონომიკაში პრობლემებია, მაგრამ რეგიონში და შეიძლება ევროპაში საუკეთესოები ვართ, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. ყოფილი პრემიერის განმარტებით 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა რეგიონსა და ევროპაშიც ყველაზე მზარდი იყო. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია და გამოწვევები ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეკონომისტებმაც განიხილეს. ჩემი გადმოსახედიდან ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინებისათვის რაც არის აუცილებელი პირობები 2012 წლიდან, როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და მე პრემიერი გახდით, მე ვფიქრობ, რომ პრინციპული რაც იყო გასაკეთებელი ის რომ ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რომ ხელისუფლება კერძო საკუთრებაში არ უნდა ერეოდეს, კანონები უნდა იყოს გასაგები, ამავდროულად სახელმწიფოს შეიძლება ქონდეს და წაახალის სურვილის შესაძლებლობიდან თავის შესაძლებლობიდან მხედველობაში მაქვს ბიუჯეტიდან გამომდინარე შეიძლება წაახალისოს ეკონომიკის რაღაც დარგები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამართული უნდა იყოს და ცდილობდეს და ესე შემდგომ. ამ ნიშნით ჩვენ ევროპის მსგავსი პირობები შევქმნით საქართველოში. საქართველოს აქვს პატარა და მცირე ეკონომიკა, სუსტი ეკონომიკა აქვს. და ეხლა ჩემს გამოსვლაშიც უჩაიძებს განაცხადე, რომ ევროპელებისგან 10 ჯერ, განვითარებული ქვეყნებისგან 10 ჯერ მცირე ეკონომიკა გვაქვს. ერთ სულ მოსახლეზე საერთო სასათქმო პროდუქციის წარმოებით მაქვს ხელოვნებაში. შესაბამისად, ნუ გავიწყდებათ რეგიონალური პრობლემების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ის რომ პრობლემებია რეგიონში და იყო რეგიონში და ლარის დევალვაცია გამოიწვია, საერთოდ ეკონომიკური ზრდის გადახედვა მოგვიწვია. ეს ყველაფერი საჭიროებს სწორ ანალიზს და სწორი აქცენტების გაკეთებას და არა ოპოზიციის მიერ გაცხადებულ უბასოიზმურ განცხადებებს. 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები და თქვენ კეთილი ინებეთ ჟურნალისტებმა. ძალიან ბევრს გაეცანით მათ. ყველა საერთაშორისო შეფასება თუ არ გჯერათ ჩემი შეფასების, გადასინჯეთ და ნახავთ, რომ საქართველოს გუნდი არის ძალიან წარმატებული. დღესაც კი, როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, რაც რა თქმა უნდა ასეთი დონის, როგორც დღესა უკვე სახიფათოა და გარკვეულ ხიფათს ქონის ბიზნესისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამ შემთხვევაშიც კი სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს. რა არის რეალური მიზეზები და კარგი იქნება თუ თქვენ დაელოდებით. დღევანდელ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი, იმიტომ რომ დარბაზში ეკონომიკურ საკითხებზე პოლიტიკაზე გავლენის მქონე ამდენი პიროვნება არ შეკრებილა დიდი ხანია. მეორე, იმიტომ რომ თვითონ შეფასება სიტუაციისა ქვეყანაში ეკონომიკაში რა ხდება, მისი წარმატებები და წარუმატებლობა მოითხოვს მეცნიერულ მსჯელობას, ეს არ შეიძლება იყოს დაყვანილი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და უფრო მეტიც საქართველოს პერსპექტივა, მისი შესაძლებლობები და რეალიზაციის გზები, ეს კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ასეთი დინჯი დამჯდარი მსჯელობა.